მოგესალმებით. გილოცავთ 2006 წელს, ახალ 2006 წელს და გთავაზობთ სპეციალურ ცოცხალი შოუს სპეციალურ საახალწლო გამოშვებას. დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებულია არა მარტო კონკურსების რაოდენობით და კონკურსების შინაარსით, არამედ მონაწილეთა შემადგენლობით. უცვლელია მხოლოდ პრინციპი. სრული იმპროვიზაცია და არავითარი მოსაფიქრებელი დრო. იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი შოუ. მოკლედ გაგაცნობთ ცოცხალი შოუს გეგმებს. 2006 წელს ცოცხალ შოუს ძალიან ბევრი ცვლილებები აქვს დაგეგმილი. და აქვე მინდა ერთი სურპრიზიც გითხრათ. თუ კი 2005 წელს ცოცხალი შოუს მხოლოდ 4 გადაცემა გავიდა ეთერში, გპირდებით რომ 2006 წელს გაცილებით მეტი გადაცემა გავა ეთერში. გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ტელემაყურებელთა შენიშვნები, რომლებიც გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რატომ არის გადაცემაში მხოლოდ 4 მონაწილე, ხომ შეიძლება იყოს 9 მონაწილე. გარდა ამისა, კიდე იყო შენიშვნები, რომ რატომ არის მოწვეული სტუმრები, მაგალითად ცნობილი ტელესახეები. ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ ზუსტად. მაშასე ცოცხალის შოუს დღევანდელ დავალებებს შეასრულებს სრულიად ახალი შემადგენლობა. გთხოვთ მივესალმოთ, ესენი არიან გოჩა თანდარაშვილი, ალეკო მალხაზიშვილი, ნიკა ლომიძე, ნიკა გრიგოლია, ვასო ფხაკაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი, ვანო ჯავახიშვილი, მიშა ანდღულაძე, და დუტა სხირტლაძე. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. რა ლამაზები ხართ. ამის მეტი რა უნდა თქვა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2006 წელს და განსაკუთრებით სტუმრებს მივმართავ, ხომ არ ნერვიულობთ პირველ რიგში? კი. ეგ არ შეიძლება. დუტას თქვენთან შედარებით გამოცდილება აქვს, ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ხამის შოუში მას მოუწია ცოცხალი შოუს ერთი დავალების შესრულება, მშვენივრად გაართვა ამ ყველაფერს თავი. ოღონდ იქ უბრალოდ ერთი რაღაც აკლდა ამ ყველაფერს, იქ წამყვანს დათოს არ ქონდა ზარი. ჩვენ შემთხვევაში ეს ზარი გვაქვს. ეგ რა ზარია? მოგდადით? არა, ხო, ეგ ზარი არ არის. ეს ზარი ნიშნავს რას? ამ ზარს რო გავიგონებთ, ყველანაირი ნომერი ჩერდება. ყველაფერი გასაგებია. მოდი შევუდგეთ საქმეს და გაგაცნობთ პირველ კონკურსს. პირველი კონკურსი ეს არის საუბარი სამ ადამიანს შორის სხვადასხვა სიტუაციაში. ეს სამი ადამიანია ქალი, თოვლის ბაბუა და ამ ქალის ქმარი. ყოველ მათგანს აქვს თითო სავალდებულო ფრაზა. ქალთან მიდის თოვლის ბაბუა და ეუბნება. დღეს საღამოს რას აკეთებ? ქალის სავალდებულო ფრაზა. ვგიჟდები მამაკაცი რომ მღერის. და ყურადღებით. მაშინ როდესაც თოვლის ბაბუა იწყებს ტირილს, ამ დროს შემოდის ქმარი და მისი სავალდებულო ფრაზაა. რა ამბავია 50 ლარი. მაშასე პირველები ამ საუბარს წარმოგვიდგენთ თქვენ ნიკა უკაცრავთ ისე თავიდანვე ნიკა გრიგოლია, ნიკა ლომიძე. მოდი რომ ერთმანეთში ნიკუშა ლომიძე, ნიკუშა ხო შეიძლება ეს რომ გიორგი და დათო. გიორგი და დათო. ნიკუშა ლომიძე და ნიკა გრიგოლია, ესე ჯობია, ნიკუშა და ნიკა. მაშასე პირველები ამ საუბარს წარმოგვიდგენთ თქვენ, ესე იგი ნიკა, ნიკუშა და მიშა.
თოვლის ბაბუა ხარ შენ ნიკუშა, ქალი იქნები ნიკა შენ. რა უცნაურია არა მიშა? არა, რატომაც? და ქმარი შესაბამისად მივხვდი რომ ალბათ შენ იქნები მიშა. მაშინაც ახლა კი ყურადღებით სიტუაცია. ქალი, ანუ ნიკა შენ, ბაზარში ყიდულობს საახალწლო პროდუქტებს. საახალწლო პროდუქტი. დიახ. სწორედ ამ დროს მოდის შენთან ნიკუშა, ანუ თოვლის ბაბუა და მას შემდეგ როცა ნიკუშა ტირგს დაიწყებს, ანუ თოვლის ბაბუა, შემოდით ქმარი, მიშა და ეს ყველაფერი ვნახოთ როგორ გავითარდება ახლა. მე მგონი როლები განაწილებულია. მაშინ ასე დროა დავიწყოთ. გამარჯობა, უკაცრავად. ეს საახალწლო უნიტაზი რა ღირს? დაღირს 200 ლარი. საახალწლო ფასდაკლება ეს არის განაცვალე. კარგი, დავათვალიერებ იქეთ და თუ მომეწონას. გამარჯობა. ეს რა საახალწლო გასქურა რა ღირს თქვენთან? 200 ლარი? უნიტაზიც და გასქურაც 200 ლარი ღირს განაცვალე. უკაცრავად ისა მიყავს უნიტაზი მომეც. შემიხვიეთ მე ვერ ავიღებ, არა იყოს ქმარი მოვა მალე ჩემი ქმარი და ის წაიღებს. ან თოვლის ბაბუა წაიღებს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მე ვერ ავწევ უბრალოდ მძიმეა და უკაცრავად ბოლო ვინ არის? ბოლო? მე არ ვიცი, რაზე არის? საახალწლო ის არის. ბაზრობა და საახალწლო ნივთებს ყიდია. ისეთი კარგი უნიტაზები აქვს, ჩეხური. ძალიან კარგი საახალწლო სპეციალურად. ხო, აი თოვლის ბაბუიანი უნიტაზი. ხო. თოვლის ბაბუაზე გამახსენდა. თოვლის ბაბუა ხო არ გინდა ახალ წელს? ახალ წელს თოვლის ბაბუა? საინტერესო კითხვაა. იაფად. ხო. მაინც ახალი წელია. კარგი, თანახმოვარ თოვლის ბაბუა, მაგრამ რამე შეგიძლიათ ისეთი საინტერესო? კი, შემიძლია. ესეთი საგანი, ესეთი კენწლი კარგად. კი. ძალიან. ისეთ რა მაინტერესებს? ხო. სათაშორის საჩუქრები უყვართ თოვლის ბაბუებს მოტანა საჩუქრის. ხო, რა მაგის პასუხია და საღამოს რას აკეთებ? ამ საღამოს? თოვლის ბაბუას მელოდების აი, აქვე მინდა გითხრა რა, სულ თოვლის ბაბუა კი არ ვიყავი. პროფესორი კაცი ვარ. ხო, ცხოვრება მოიტანა. არა, გაჭირება მოიტანა. თოვლის ბაბუა გავხდი. ეს ამილაცოდებული. სადახა, რამდენი თელეპათალე შემოიარა. ისე სადახა. ერთ ახალწელს მოვა. კარგად მღერის, ისე კარგად მღერის. კენწლავს. კენწლავს არაშნურა. ის კენწლავს. თოვლის ბაბუა გინახია ეს კაცო. ისე ფუტბალისტი თოვლის ბაბუა. რა დახარ, წამოდი, კაცო, გეძებ აღარ საახალწლო ამბებშია. მოდი. მოდი რა. სად გვეპატიჟები? მოიცე რა. შენ ვინ ახარ ვაფშე? მე თოვლის თოვლის ბაბუა. ბაბუა. თოვლის ბაბუა, მე რა არის ცისფერებში, ცისფერი თოვლის ბაბუა ხარ? შენ და ამ საღამოს რას აკეთებ? შენია. ბაბუა კი არა, ვიღაცა მაცნური არის ეს. ერთი წუთი. კაცო, თვალები გაახლა. რას გავხარ, ამე მივიდა ხე შესიხარ. თვალია. რას გავხარ? თვალია. აკნაბი შენ. რას გავხარ? გასზე მერე მოვიდა პარაკეთ რა. გასზე. დიდი მადლობა. იგივე სავალდებულო ფრაზებით დიალოგს ახლა წარმოგვიდგენთ თქვენ ალეკო ვასო და დუტა. თოვლის ბაბუა მიუხედავად იმისა დუტა რომ წვერი ვასო შენ იქნები თოვლის ბაბუა. კიდევ ერთხელ მიუხედავად წვერისა ქალი იქნები შენ დუტა. და შესაბამისად ქმარი იქნები ალეკო შენ. სიტუაცია. ქალი ანუ დუტა არის სააბაზანოში. არის სააბაზანოში და იღებს შხაპს. სწორედ ამ დროს ეწვევა მას თოვლის ბაბუა, ანუ ვასო. და როცა თოვლის ბაბუა
ანუ ვასო იწყებს ტირს, სწორედ ამ დროს შემოდის ქმარი და დანარჩენი ყველაფერი ალბათ ვიცით რა იქნება თუ არა, პირიქით არ ვიცით. დროა დავიწყოთ. ბოლო ვინ არის ბოლო? აგიყურე. არა, თუ კიდე მიყურე. მალე მორჩები, მეც მინდა რომ გადავივლო. თქვენ მიმძანდებით? მე თოლის ბაბუა ვარ. და ამ საღამოს ასაკეთებ. რა თუ კიდე დავრჩები აქ. ბოდიში რა, ბოდიში. არაფრის არა. საპონი დამივარდა და მომაწოდე რა. გავიხედავ. შემოდი, გადმოდი, გადმოდი. მოდი. ოფთხილად არ დაგისრიალდეს. მოთხოვე. წელზე. ატაუსი. რადგან წელზე გიყავს წერი, მაცარე. ისი ამ საღამოს ასაკეთებ. ხო გვებანავა. ვიბანავა თუ გინება. ვაიმე. რა იყო? ზარი გაიგონე? არა? ზარი. მოგეჩვენა კაცო, დაბანე კაცო. კაი. აქ. კაი. გახსნა, კაია. მოიცა, აწიხელები. კაია. თუდა, ხალო. ისა რა ქვია? ჩქარა, ჯოსელის გათამაშებიდან გვირეკავს თუდა რუსთავიორიდან. ჩქარა უპასუხე მე პოლიტიკა. ალო. ალო, მაცალე არ ისმის. ალო. გამოვიგე? თოვლის ბაბუა. და უნდა გადავიხადოთ? ვაი, 50 ლარი უნდა გადაიხადო. რა ამბავია 50 ლარი გენასალი? იბატონო, თანახმა ვარ. გერა ბოლო. აგიგერა ვიზები მეცობა ვაკაცი ღერისკოვი. პარტალი. დიდი მადლობა. ახლა კი სიტუაციას წარმოგვიდგენთ კოჩა ვანო და გიორგი. ხალი იქნები კოჩა შენ? არა პრობლემა. ასეთი ვაშკაცები იყვნენ. თოვლის ბაბუა იქნები ვანო შენ და ქმარი გიორგი შესაბამისად იქნები შენ. ახლა კი ყურადღებით სიტუაცია. ხალი ეზოში დასაჭერად დასდევს ქათამს. სწორედ ამ დროს მიდის მასთან თოვლის ბაბუა, ანუ ვანო და როდესაც თოვლის ბაბუა, ანუ ვანო ტირს იწყებს, ამ დროს შემოდის ქმარი, ანუ გიორგი. მაშასე სიტუაცია გასაგებია, დროა დავიწყოთ. რა ვქნა რა, ვინმე მაინც მომეხმარებოდეს. ვაი. ქათამი ხომ არ მომიტანეთ საჩუქრად? ქათამი? ხო. ქათამი არ ჩამიდია, აგ ხონდა. არ ჩაუდია ქათამი. გაქვთ და რაღაცა ჩამედო. სად მაქვს, რა მაქვს, აჰა. გილოცავთ ახალ წელს. დიდი მადლობა. ის რამე ხო არა, რომ დავუყაროთ და იქნებ რაღაცნაირად. დაიცა. ნახე აბა ერთი. ხაპუშკაზე მოდი ის.
როგორი ხლაპუშკა არის? ეგრევე რო ფეთქება თუ რაღაცები რო იყრება. აი ესე რო იფრქება რა. მაგაზე არ მოდის. შეიძლება მოეწონოს ქათამია მაინც, ხო ის მოეწონოს. მოდი მომიხმარე რა, აბა რა ვიცი. მოდი. მიდი აბა. მე მივიდე? ხლაპუშკა რა. არ გავარდა? გავარდა. მიდი, გაიკიდე. არ მოდის, არა. გაიკიდე. ჯოხი არა გაქვს, ან რა. ჯოხი? ხო, აბა. ჯოხი რა? ვაიმე რა კარგად დაძდევთ ქათამ. ამ საღამოს ასაკეთებთ. ამ საღამოს. რა ვიცი, ამ საღამოს ისევ კურსჭამ მარტო, აბა ქათამი ვერ დავიჭირე და. სად შეძვრა კაცო? ისა? ხო. რა ქვია, ბავშვები გყავთ თქვენ სახში? ბავშვები? ხო. კი? ხო და იმიტომ რომ საჩუქრები მოვიტანე რაღაცეები ახლა. არ მინდა გადავყარო და ბავშვებს მაინც მივცემ თქვენსაც. არა, არ ჭამენ, მაგ ხლაპუშკებს მაინც არ ჭამენ, ისეთი არის. არ ჭამენ, აბა რა ვქნა ვერავის ვერ შევატენე ეს. არ ვიცი რა, რამე სიმღერა რო იმღეროთ ბავშვებისთვის? სიმღერა? ვიდრე გიჟდები თოვლის ბაბუა რომ ღერის. ხო, სიმღერა. Jingle bells. ეგ არ უყვათ. ეგ არ უყვათ. რაიმე რექვიემი არის, ცით უფრო საახალწლო რაიმე ისეთი. საახალწლო Jingle bells. სუბეტირება ამ სიმღერას. არიტირო გეხოცები. არიტირო თორეკმარიოა. ლუიზა. გრიფის სუნი მცემს ქათამს ხوار დასდებდი. არა კაცო, არა უბრალოდ ის ეს ვინ არის? ესა? მე ვარ? ვინ ახარ პატარა მითხარი? მე ვარ? მოიცა პატარა ხარ? პატარა. რატო გეგწერი პატარა? რატო გეგწერი? თუ პატარა ხარ? ლუიზა ვინ არის ეს? არავინ. ლუიზა ვინ არის ეს? ხო მიცოლო. დეიდა, ჩემი დეიდა. დეიდა ჩემია. დეიდა ჩემი არის. ვერ იცანი დეიდა ჩემი თოვლის ბაბუა. დეიდები რობერტებია წერი ხვალ. გენაძალე დეიდა. ძალიან кай ხალხი. ბაბუა როგორია? ცოცხლობს. არა, გეტყობა რომ კარგად არის, ისეთი დაღლილი ხარ. ხო. გლის ხოლმე. ჯაზია ბაბუა, ხო? ჯაზია, აბა რა ვქნათ? ყოველ წელს, კაცო, გამოწერილი გვაქვს ეს ახალი წელი, ყოველ წელს ახალი წელი არ გამიგია, ადექი, ჩაიცვი, წადი. რა ხდებოდა სამსახურში? რა ვიცი, ის მოიტანეს, კაცო, ის რო არის, ეგეთი ხო ვიცი და 50 ლარიო, კაცო. 50 ლარიო? მე ვიტყოდი, მაგრამ შენი სათქმელია ახლა. ჯერ არ ვიცი. რა მოვია 50 ლარი? დიდი მადლობა, სანამ შემდეგ კონკურსს დავიწყებდეთ, თქვენი სამ გუნდად გაყოფა მომიწევს. გთხოვთ დუტა, ვანო, ნიკა, თქვენ. გიორგი, მიშა, ვასო და ნიკუშა, გოჩა და შესაბამისად ალიკო. თითო წარმომადგენელი თქვენიდან და აირჩიოთ აი ეს ყუთები. იქ დაირჩიე. ყუთებში მოთავსებულია სხვადასხვა სახის აქსესუარი. მონაწილეების დავალებაა უნდა მოირგონ ეს აქსესუარები და წარმოგვიდგინონ შესაბამისი სიტუაცია ან ფრაზა. დროა დაუწყოთ. ვინი ვარ და ვინი ვარ? Расскажи Снегурочка, где была? Расскажи, Камила, как дела? За тобою бегал мороз, Აბა კაი პეპსიკოლა, კაი ჰარი პოტერი, გამოდი აქ მოვა. მოგზავნით ბატონო იულიუს. მასხარა შენ თვითონ ხარ, უბრალოდ სირცხამდრა ვარ. მიყვარ ხარინგა. მიყვარ კუგარაჩა.
მე მინდა აი ამ პატარა მარაოთი ქალბატონების სადღე გრძელობა. ისა დიდი ბოდიში მასკარადი აქ დარდება? არ ვიცი გენაცვალე მე პანაშვილზე ვარ მოსული. ო ჩამშირის კოლმეურნეობის გმირო კალორო ვაიმე რო გავიგე ისე გამიკვირდა შუბლზე დამაჯდა თვალები. მე ვარ კაქტუსი. ცხოვრობ მექსიკაში. რაც ყველაზე ძალიან არ მომწონს, რთველი აქვთ მექსიკაში. თან წაიღე. ტელეფონი მოუგდეს. შალახო. არლეკინო ბიჭო მანდ არ მომიყვანს. რა სიცხეა ამ უდაბნოში. წყალი არავის არ გააქვთ. გამეხმარეთ. რამე ქუჩას ქუჩა სწორი არ არის. მე მაგალითად ჩემ ცოლზე ერთგული არავინ ამ ყავსოდა. არავინ. ეს სიდაყვებით სულ გამშვიდა და გამიმელოწდა რა. აბა ყველი, კაი ყველი ვის უნდა, აბა ყველი. შემდეგ კონკურსში ერთ-ერთ მონაწილესთან სტუმრად მიდის სხვადასხვა პროფესიისა თუ უცნაური თვისების მქონე 3 ადამიანი. მასპინძელმა უნდა მიიღოს ეს სტუმრები და უნდა დაადგინოს, უნდა გამოიცნოს ამასთან თუ რომელ ადამიანს რა უცნაური თავისებურება ახასიათებს. ჩვენ კი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინასწარ გვეცოდინება. მასპინძელი იქნება შენ ალეკო, ხოლო 3 სტუმარი სიმბოლურად რახან სტუმრები ჰქვიათ. დუტა, ნიკუშა და გიორგი. თხოვთ მოხვიდეთ ჩემთან და მიიღოთ დავალებები. შესაბამისად ამ თანმიმდევრობით შევდივართ ოთახში. ნიკუშ ეს შენ და ეს გიორგი შენ. მასპინძელი უკვე გელოდებათ, რვა დავიწყოთ. კაკუკ. რომელი ხარ? მე ვარ მე. არ მეუბნები რომელი ხარ უცებ გამოვიცნო? დიახ. კაი, გაგიღებ კარს. სად იყო? ეს რაკლიტე გაკეთე. გაიწიერთ. რა ზაკეთებდია? წვერს ვიპარსავდი. რატო წვერის გაპარსა? სადაკა გავიდე წვერი, სადაკა შენ, საერთოდ. ეს არის წვერი, ამაზე ძაღი წვერი. ფუ შენი წვერი გავიდე. შენ კაცობა საერთოდ. რანაირად გიხარ ჯერ ესეთი? შენ ხელი ჩამოწიე კაც. უყური ამას ერთი. რას მიყურებ? რა თვალებს როგორ მისტორებ შენ მე საერთოდ? მაგალითად. მა დავიდე. გადი რა ტელევიზორი ავტომატურად ყველაფერი გადი. ავტომატს არ გავამე. გადი რა. ძაღლი ვარ.
გააგზავნე წერის პასვა. გააგზავნე წერის პასვა. არია. უბრალოდ მეზიზღება ეს არის. სარი გამო. სარი გამო. სარი გამო. გადაჭი. ვინ ახარ შენ? ვინ ახარ? მე უნდა გამოვიცნო უკაცრავად. ვინ ახარ შენა? მე. ვა, მე? მე? აი, იდეს. რას გავს რა უბედურებ? რას გავს მიზახი? რას გავს? ამ ეს რას გავს? მიზახი რას გავს? შენ რა გაყირებს? ნეტა რა აყირებს, ა? ვის ნო აყირებს? უკაცრავად ჩემთან ხარ. ჩემთან რო ვარ, მე არ ვიცი ვისთანა ვარ, სადა ვარ, როგორ ვარ, რატო ვარ. რა გინდა? ხელი! შენა. ის. არა დაახოცოთ ორივეს. ძველი ბიჭი ხარ. არებს არაღებს, ესეც გამომივიდა რა ვარსკვლავი ტელეწამყვანი არაღებს კარებს რა, არაღებს რა. მაგარია რა. არაღებს. არა მიდი კარები. ადამირეკია ჯერ რა უნდა გააღო, მიდი იქით. არაღებს რა, არაღებს. მაგარია. რა გინდა? გამაკებინე, რა გახსოვს? ამჯერ რიგავსო კეთებს, მაგარია რა. მოიცა ჯერ ადამირეკია წადი აქიდან. ჯერ ვივაპარავ. რა გინდა? რა გინდა? მაგარია. აჩი ვარ. ოჰო, დადის ესე. აი ხავ რეკავ, დავაი გააღე. ბრნ. ვერ გავიგე. გააღე. გაიწიეთ კარია თუ. გამოდი ერთი. სამო არ შემოვალ. არ შემოვალ. აჰა. არაღებს რა, კარებს არაღებს რა, ის არის რა, ვარსკვლავია რა. ის მიყავს რა. მეც მაპარები. მე გამოვალ მაშინ. გავაღე და გამოვედი. ჩემი ნუდგე ხარ? მანდარი. გადი ნუდგე ხარ ჩემს? მანდარი. ის მანდარი, ის ვისეძებ უკაცრავად. ის მანდარი. ფილთა ყვა? ხო? ხედა, არ ვიცი ნახავ ეხლა. გადის დაუთხილი ძნ. გააღე კარები ძნ. გააღე კარები ძნ. უკაცრავად თქვენ. შემეხვეწე რომ შემოვიდე. შემეხვეწე რომ შემოვიდე. ეგეა შეეხეთა ვედა. ვეზენა შეეხეთა. არა და მე ნუსმაურე მეტი თუ თან დავდე. ნუსმაურე გაგაჩეთე. აბა ქოგული არ გამიდო. კვერცხ შემიწვავ. შია. ჯიგარო, თქვენი მაგ მარტოდა. ხომ არ შეჭამ. შეგიწვავ. ესე 8-9-3 კვერცხი მინდა, ან 8-7-7 კვერცხი. შემიწვავ. ერენა რა 5-5 ხო აგინდა შეთხოვით. ღორი კი არა ვარე. ინტრიგანი ხომ არა ხარ შენ უკაცრავად. ინტრიგანი. რაღაცა ბუზის ხმა მესმის. სადან. ეგ ერთი. მეორე ბუზის ხმა მესმის. აი მესამე მე თვითონ. ობობა ხარ? ობობა? ბუზებს რო კლავ? მეკულე. მეკულე ხარ? ლოცავთ. მოიცა რა მაინტერესებს ერთი წუთი. მე ჩან ვარ. შენ არ ჩანხარ და. ეხლა ჩან ვარ. არა, შენ არ ჩან. ხაწავიდა ვინ? მე მაგარი 7 ვარ. ის არის ადამიანი, რომელიც გონია რომ არ ჩანს. ვაფშე რა, ვინ მოიყვანა ეს აქტო? ვინ მოიყვანა უთხარი რა? სად არის ის? ვინ მოიყვანა ეს აქ? არ შეიძლება ეს თუ არ იყოს? ნუ ხოვრობ, ჩემი თანდასწრებით ნუ ხოვრობ. ორი ვაკი ხეთასა, შენ კაცი ხარ რომელსაც კაცი ვარ. ადი რა. ხმაურის გეშინია? ხმაურის შენ გაშინი. ნახე როგორ გეჩხუბება? არა მე ეგეთი ისა ხარ მოჭუბარე კაცი. მოდი.
მოდი, ხო, მოდი. მიდი. ბიჭო, ვიღაცები ხართ თქვენ. კინგონგი ხარ. კინგონგი. ბებია ჩემია კინგონგი? მამის წელი მიდის. და ძაღლის მოდის. ეგავაკეთე რა. სიძეთ. სიდედრი ხარ ჩემი? ამ საშიშლად არ გაუვიდა? ჩემი სიდედრი ხარ შენ? ეგრე აკეთებს ძაღლის წელი მიდის. ჩემი სიდედრი არა ხო? არა. ვართ შეწვირა. სუდათ ასრულებთ დავალებას. მე ვარ დებილი? ხო. მოდი ჩავერევი, მე მგონი დუტას და გიორგის ძალიან გაეხარდება. დუტა იყო ადამიანი, რომელსაც ყველა და ყველაფერი აღიზიანებს და გიორგი იყო ადამიანი, რომელსაც დუტა აღიზიანებს და არ მოსწევს. დიდი მადლობა. ასე ყურადღებით, შემდეგ კონკურსს აქვს მუსიკალური გადაცემის სახე. გადაცემას ეყოლება ორი წამყვანი, ესენი იქნებიან გოჩა და ნიკუშა, რომლებიც გამოაცხადებენ ჰიტ-აღლუმში გამარჯვებულ სიმღერებს. მათი შესრულება კი მონაცვლეობით მოუწევთ მომღერალთა ორ დუეტს. ერთი დუეტი იქნებით თქვენ ვასო და გიორგი, ხოლო მეორე დუეტი მიშა და დუტა. რას მიეძღვნება დღევანდელი ჰიტ-აღლუმი? ამას მე და სტუდიაში მყოფი მაყურებელი გადავწყვეტ. ყველას ერთხელ კიდე მოგილოცავთ ახალ 2006 წელს. ეს ვიცით რომ ძაღლის წელიწადი არის და გთხოვთ დავასახელოთ ძაღლის ჯიში. რომელიც ცნობილი ძაღლის ჯიში, ჩიხუახუა. კოკერ სპანიელი, დვარნიაშკა. პეკინესი, პუდელი, პიტბული, მე მგონი კარგი მოუხდება პიტბულს სიმღერა, ძალიან კარგი. ახლა თუ შეიძლება ეპითეტიც რო ვთქვათ, აი როგორი პიტბული. თეთრი, ცხოფიანი ხო შეიძლება იყოს. მელოტი. სევდიანი უხდება კი ძალიან. სევდიანი პიტბული. დიდი მადლობა. მაშასე დღევანდელი ჰიტ-აღლუმი ეძღვნება სევდიან პიტბულს. ხო? სევდიანი პიტბული, ხო? მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით და უკვე ესეთი დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ ეთერში ვართ ჩვენ ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე. ნანიკო. გამარჯობა ნიკუშა. ესე იგი ეთერშია ჩვენი ჰიტ-აღლუმი და ჩვენ გვინდა ეხლა წარმოგიდგინოთ რომელი პოზიცია? დავიწყოთ ალბათ ბოლოდან 2006 ადგილზე 2000 რა რომ მე უნდა დავიწყო ჯერ ბოლოდან დავიწყოთ რომელი ადგილია? 2006 ხო და მაცადე რა 2006 ადგილი. მე მინდა წარმოგიდგინოთ პოპ ჯგუფი ინდონეზიური პოპ ჯგუფი, რომელმაც უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია არა მარტო აზიაში, არამედ ლაგოდეხშიც. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი შრატი სიმღერით სევდიანი პიტბული. რა მელოდია? ტელეფონზე გავიცანი გამიტეხა გული მე მეგონა ხალისიანი გოგო ის აღმოჩნდა სევდიანი პიტბული. ასეთი მშვენიერი სიმღერა ჯგუფის შრატის შესრულებით და მინდა გამოაცხადო შემდეგი კომპოზიცია 2005 ადგილზე გავიდა ასევე ძალიან კარგი ჯგუფი მშვენიერი გოგონები არიან მშვენიერი გოგონების ჯგუფი და რაც ყველაზე საინტერესოა არეგნობა და ქცევა უფრო მეც აკეთებს ვით მათი სიმღერა. რა თქმა უნდა რაც ყველაზე უფრო საინტერესოა სკანდალური არის ეს ძალიან სკანდალური ჯგუფია დიახ სკანდალური და ცეკვები მათი ცეკვები არის ძალიან საინტერესო
საინტერესო მათ კლიპებში ყოველთვის, სადაც ყოველთვის აღნიშნავს მაყურებელი და მართალია არის ესეთი ლესბოხას გასმა მათ კლიპებში, მაგრამ მაინც პოპულარულია. ამაზე აღარ მოვყვებით. ეხლა ამაზე ჩვენს შემდეგ გადაცემაში სკანდალური ისტორია. მაშასე, მოკლედ, ანსამბლი სილიკონი. ჩვენ ვართ ძალიან სკანდალური ჯგუფი, თუ არ ჯერას დაგიმტკიცებთ ეხლავე, დამპლები ხართ ორივე. დამპლები ხართ და დებილები ხართ. გატახსირებულები? ნუ არა უშო. ესენი თავი მიგონია საერთოდ გადავდებიან. გამოვთოთ. არა, მე მგონი ჯობია შეასრულოს. მე და თვითონ ნახოს ხალხმა რა ჯგუფის ხარ. ბოლო გაჩერდი რა. კარგინდა. აუ მე არ მიყო ნანიკო ხაზარაძე ეს თუ გაპატიო რა, ეთერში თუ გაგიშვებ. ჩვენს ფანებს ბოდიშ შუხთით რადგან რადიკული ტიმ აქვს და სალტოებს ვერ გავაკეთებ. სამაგერად შევესწრები რომ მე გავაკეთო? გაჩუმდი. მალე პასველოდები. მინდა დავარქვი ანგული. ანგული. ჩემი ცოლისთვის მიბურხავს. სადომ ნეტა. მაგას ჯობია უსევდიან პიტბული. სევდიანი პიტბული. სევდიანი პიტბული. ჩემი ცოლისთვის მიბურხავს. სევდიანი პიტბული. გაჩუმდი. მაშასე სკანდალური ჯგუფი სილიკონი იყო თქვენ წინაშე და მივადექით მესამე ადგილს, იმიტომ რომ უნდა გიხარო 2004-დან მესამე ადგილამდე სულ ყველა ამ ჯგუფის სიმღერა არის, ესე იგი რადგან უინტერესო რომ აღარ გახდეს, პირდაპირ გადავიდეთ მესამე ადგილზე. მესამე ადგილი მშვენიერი დუეტი, ცოლ-ქმარი, მინდა შემოგთავაზოთ, ცოლ-ქმარი ალბანო და რომინა პაუერი, რომლებიც დაბრუნდნენ ამ დღის გაშორების შემდეგ და რას გვეტყვი შენ ვიცი მათი ფანი ხარ ნანიკო და კი იცი რა ეს ხო ჩემი ახალგაზრდობის სიმღერებია და შესაბამისად ძალიან მიყვარს ეს სიმღერები. მე კიდევ დიდი სიამოვნები მოусმენ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. Simghereit bullo ragazione. Il bullo ragazione. Vidi! Senti a pitbull zamgare. Am pazzoli. Sogro mi trovo me puli. Ashen Sevdiani. Pitbulli. მე თვითონ მაყურებელი მღერის მათთან ერთად. Sevdiani pitbulli. Suram khorom me puli. იტალიელები ვართ ბიჭო, იტალიელები. მე უკრავს. რა შენ Sevdiani pitbulli. ჩემი საყვარელი ჯგუფი, ესე იგი რომელიც დიდი თხოვნით და მოთხოვნით, ესე იგი როგორც იქნა მეორე ადგილზე გავიდა, ვინ არიან? ვინ არიან და ახლობლები არიან ჩვენი? ეს რო გადაიხადეს ეგერი არიან? რო გადაიხადეს ეგენი. ძალიან კარგი ჯგუფია, ფანტასტიკური ჯგუფი, არაჩვეულებრივი კლიპი, სხვათა შორის ჩვენმა არაჩვეულებრივმა რეჟისორმა გადაიღო. ყველა ქართველი რეჟისორი მუშაობდა ამ კლიპზე და წარმოგიდგენთ ალბათ რაოდენ კარგი კლიპი გამოვიდა. ბევრი ესეთი განათებები არის ამ კლიპში. ნახოთ კლიპი, რომელსაც ასევე ქვია ორი ნახვრეტიანი ღილი და პიტბული. ორი ნახვრეტიანი ღილი და პიტბული. თხოვთ ხვალ ამერიკაში მივდივარ Let's walk baby. საღოლ Yeah. ჩემთვის ჩამოვიდან იქიდან სპილენძის მამქუ Yeah. მე დაგახვედრე პანინი. და ჩემისთვის აბარას ჩამოვიდა თუ მიხდე ბოტასე. არა pitbulls Serbian
ბოლოს და ბოლოს ესე იგი ჩვენი საუკეთესო და რა თქმა უნდა ქართველები იქნებიან. რა თქმა უნდა ქართველები არიან. უნდა გითხრათ რომ ეს მომღერლები ცალ-ცალკე მღეროდნენ, არ იყვნენ ერთად. მაგრამ შემდეგ აი ახალ წელთან დაკავშირებით მოხდა ამ დუეტების გაერთიანება და გამოვიდა კვარტეტი. შესანიშნავი არაჩვეულებრივი გოგონათა კვარტეტი. არაჩვეულებრივი გოგონათა კვარტეტი. ქართული ხალხური პოპულით. ქართული ხალხური პოპულით. ბაჟა ჩვენ კი გემშვიდობებით დამდეგ 2007 წლამდე. კვარტეტი, ჟანრი და ჯონი. ვიწყებ თუ შენ შენ ხარ ჩემი სპანიელი, მე ვარ შენი პიტბული, შენ ხარ ჩემი ბულდოგი და მე ვარ შენი პიტბული. ტიჟმენე პიტბულა, ტიჟმენე პიტბულა, ტიჟმენე მალადო, სამურადო მისულა. და მეორე დუეტი. მოდი ჩემთან საყვარელო, ყველა ჩემო ძვირფასო, შენ ხარ ჩემი სპანიერი, მე კი ჩემი პიტბული, პიტბული. შემდეგ კონკურსშიც მომიწერს თქვენი სამგუნდად გაყოფა გიორგი ვანო მიშა. გიორგი ვანო მიშა, დუტა, გოჩა, ნიკა და ნიკუშა, ვასო და ალეკო. უბრალოდ კონკურსის პირობა თქვენთვის უკვე ნაცნობია. მე ვსვამ კითხვებს, რომლებზეც თქვენ უნდა გამცეთ პასუხები. გახსენით თოვლის ბაბუას მიერ მოტანილი საჩუქარი და ეს აღმოჩნდა ულტიმეტ ჩოფერი. თქვენი რეაქცია? რა აქენი აგიძღვებიან მთელი სათამაშოები რა. საჩუქრები. მოიწყებ ნახოთ აქ რა არის. დავიტანჯე რა. ვაიმე! რა არის? მე ჩოფერი. ფუ, კიდე ულტიმეტ ჩოფერი მომიტანა რა და როგორ მინდოდა pancake maker. დავიცი რა. ულტიმეტ ვინ დაგარქვა ეგ სახელი? შოფერ, ამოდი მანქანა იქით არის, იქით. ულტიმეტ ჩოფერი, რა გინდა ულტიმეტ ჩოფერი? გითხარი არ მომიტანო. 199 ლარი მაინც ჩაგედო. Ten მოიგეთ ავტომობილი. ყურადღებით შემდეგი სიტუაცია. მიიჩქარით თქვენთვის საყვარელ ადამიანთან ახალი წლის ესე იგი თავიდან გავიმეორებ და კიდე გაიქცევი? კარგი, არ მითხრა. მიიჩქარით თქვენთვის საყვარელ ადამიანთან ნუ წეღან რაც თქვი და ახალი წლის ღამეს და ზუსტად 12 საათზე თქვენ ლიფტში გაეჭედით. კაია საჩუქარი მაინც ამ მქონდა. გამომიშვით რა! გამომიშვით! 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 რატო არავინ არ მოდის? არ და ლიფტიორი მე ვარ.
ვაიმე, გავიჭედეთ, ქალბატონ, არა და მიყვარს ის ქალი, მაგრამ ნიჩივო, მოდი. აიმე, რა ვქნა ხა, აჰა. მეკლე არავინ ახათ, კარები რო გააღოთ. მეკლე, გელოდები, მეკლე. რომელ სათოს? ვანო. გავიჭედეთ. არ ცალია ვიძინებ. რა ახალი წელი გამეჭედა? აბა, ეს არ მიდიოდი? მე ნანასთან. ნანასთან? თვალისთან მიდიოდი. მე ნანას ეძახიან, მაგრამ ისე ნინოსთან. ხო, იმასაც ეგრე. იმასაც ხო? ხო. არ მოგწონს. რაღაც ისეთი უშუალოა, ისეთი თქვენ რა არ ძალიან მოგწონს? ძალიან მომწონს. ხო, მე ვჟიმავ ხოლმე და ვაიმე, გავიჭედეთ. მოდი აბა ახტეთ ერთი. აბა, ერთი. არა. კიდე. ხან მიაჭირე. არა. და დღეს საღამოს რასაკეთებ ბიჭებო? გიჟდები კაცი რომ ღერეს. ესე იგი, ავალ, ჩემს ვაშკაცურ სალღეგრძელოს ვიტყვი. მე ვინმე თუ რამე თქვა, დავერევით დედას უტირებ. დედა! ყურადღებით, სიტუაცია. ვახშმობთ თქვენს სასურველ გოგონასთან ერთად სანთლების შუქზე. გახსენით შამპანურის ბოთლი და შემთხვევით საცობი გოგონას შუბლში მოხვდა. როგორ დაიძვნეთ თავს უხერხულობიდან? ვაიმე, უკაცრავად სხვა ადგილას მინდოდა. ისე მიყვარს თვალს რომ ჩამიკრავ ხოლმე. საყვარელო, ესე დღეს სპეციალურად სანთლების შუქზე ესე რომანტიკულად მინდოდა რომ შევხედროდით აი ამ დღეს. გაიგეთ რომ ყოლიათ შორეული ნათესავი, რომელიც თავის მილიონებიან მემკვიდრეობას თქვენ გიტოვებთ. ეხლა გამოდგა ჩემი ნათესავი მილიონების დატოვებაზე რომ იდგა საქმე გენაცვალე, აქამდე სად იყო? დიდი მადლობა ბატონო ბადრი. ნათესავმა მილიონები დამიტოვა მე? მილიონები დამიტოვა. ხო, მემკვიდრეობას თქვენ გიტოვებთ. საკუთარ შოუს. სანამ შემდეგი კონკურსის პირობებს გავაცნობ ტელემაყურებლებს, გთხოვთ ვასო დუტა, ალეკო და გიორგი. ჩვენ გვეყოლება ორი კულინარი წამყვანი. წამყვანები იქნებით დუტა და გიორგი. ერთად ვიცით ეს საქმე ჩვენ ახლა? და ალბათ მიხვდით, რომ დამხმარე ხელები, ანუ ხელები თქვენი არ იქნება, თქვენი იქნება წამყვანები და ხელები არიან ვასო და ალეკო. ფერების მიხედვით შესაბამისად მიხვდით ალბათ რაც ხდება. ერთად უნდა გთხოვთ მოემზადოთ. ფრთხილად, ბიჭო. მაშ ასე სამზარეულო თქვენს განკარგულებაშია დროა დავიწყოთ. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. და კარგი რა, ესე იცი ხოლმე კარგი რა. აი დავიწყოთ ხო საახალწლო? შევეცადე. რასაც დამეორდა ფრთხილად რა. კარგია. ახნება პარიზემო დელმაყურებო. ერთ ქვია, სტუმარმა თუ შეგაწუხა აჭამე და წავა. ეს არ გჭირდება ჯერ, ის მომაწოდე, პასტა იტალიანოს ბავშვობა მომაწოდე. მოიცა მოგალ. აი ეს პასტა იტალიანოს ბავშვობა ბიჭო ის.
ვიდე პამიდორი. ხო, ეს არის ბუზი გეჯდა, ბუზი გეჯდა. ასე კი. ბუზი პასტა იტალიანო ეს არის პამიდორი. პამიდორი, პასტა იტალიანო რა შუაშია. აი, ბავშვობა. პასტა იტალიანო. არ მინდა ეგ კიტრი გუშინი ისე დავლი. დაძვის სათამაშო. დავლი გუშინი რა. დაძვის სათამაშო. დავამტრიეთ გუშინაგენ სულ. პირში გამოივლე ერთი დაძვის სათამაშო ნახე. ჰა? ფიჭუია. ფიჭი რა ხა. მოგეთ ადამი უნდა იდოს მაგაზე. სანამ დავიწყებდეთ რამე, ესე იგი აღწერას, ესე იგი როგორ შეგვიძლია მოვამზადოთ ჩვენ აი ეს ქათამი? დიახ. ქათამი. რა უცნაური ქათამია. უკაცრავად. დიდი ბოდიში ვერ დავინახე ზუსტად ისა ერთ წამი. მოიწერე ქათამი ამ ზომით ეს ქათამი არ არის. უკაცრავად. იმიტომ რომ საახალწლო თავისი ზომა აბა გამიღე გოგის პირი გამიღე გოგის. აბა გოგის პირი გამიღე. აგემრიელი ჩანგალია, აგემრიელი. იტალიური პლასმასი იქნება, რა ძალიან კარგია. მოკლედ ახალი კოსტუმი გჭირდება შენ, ახალი. ეკი ვიცი. როგორ გინდა, ვიტიჩკებით გინდა თუ კლეშე? კომბოსტომ თქვა ერთხელ. ჩირკში მზივარო? კიდე გაკვეცი. მეორე თავია მომივიდა, ნახე. მეორე თავია მომივიდა. გაკვეციებ რა. ესე აი ამ ქათამზე მოგახსენებდით ვერი პაეხო. გამოსიგნულ ქათამს ავიღებთ. გვერდზე მეორე კაცს თქვენ მეგობარს უჭირავს ხელში კომბოსტო. აუცილებლად. აი ესეთი დაახლოებით კილო 200. რაც თავარია, ეს არ გვინდა ეხლა ესე იგი ჯერ ეს არა. ლამპი შუშებით უნდა დავლიოთ მე ეს კომბოსტოს რო დავლევთ, უნდა ვთქვა სადღეგრძელო, აბა ვინ ჩვენ შეგვიძლია განსხვავებული ესე იგი დაიბრება ჩაგვიწევს ახალწელს, სულ ლამპი შუშები ქონოდეს სახშიო რა, აი ეს სადღეგრძელო დალიო. ხოდა ეს დარგი თუ ლამპი შუშით არ დალევთ, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ ლობიოს პატარა ქოთანი აიღოთ. მანდაც იყირო, ვინ ჩვენ შუქი ჩაგვიხსოვს, მარტო ლობიო ქონოდეს ახალწელსო. მაგა შეიძლება. და შეგვიძლია დალევოთ კიდე ლობიოს როგორც საქართველოს გადამრჩენელი სადღეგრძელო და ამითი მე მინდა ჩემო პატრიოტებო ტელემაყურებლებო და თქვენ დავსწრე საზოგადოება. აი ამითი დიდი მადლობა. მე მინდა რომ ესე იგი აი ეს პატარა სასმისით და დიდი გულით ვადღეგრძელო ჩემი ძმა და მეგობარი საყვარელი ადამიანი ჩემი სამზარეულოს თამადის მოადგილე. სამზარეულოს თამადის მოადგილე ესე იგი ჩემი ვაჟა ციბულყაშვილი და გაუმარჯოს ჩვენ ეს გაუმარჯოს შემოგოგის რა ჯონი გაგიმარჯოს ჭირი ვახტანგური ვრა აი მოდი აი ესე ტერი დაგეცალოს კვერცხი დამოყოლებინა კვერცხი მე ამ შეჭკენდეს კვერცხი აიღეკას კვერცხი ეს არ მინდა არაუშე სამუშაო კოსტუმია და ასე გავდია ხელები არ მემორჩილება პარკინსონი მჭირს ესე იგი აი ამ ნამცხვარი მოგახსენებდით აი ეს ნამცხვარი არის არაჩვეულებრივი ნამცხვარი ეს პარკინსონი როგორია იცი ყველაფერს პარკებში ვაწყობ ეგეთი დაავადება ესე იგი აი ეს მინდა გაგასინჯო ჩემო გოგიში აბა ნახე ერთი მომეცი ექვსი რაჭამი ამან მე შევჭამ აი არა სპასიბო პლაზმასები და ქაღალდებია ძალიან გემრიელი რა რაც გავსინჯი აქ დაამტრევს ესე იგი ალეკო ვერ გააჩერებ ესე იგი ყურდენი აუცილებელი არის რაღაცა აიღო ხელში შეიძლება ყურდენი გამისინჯო ყურდენი ეხა მე მინდა გიყვარს ლექსი შენი ყოფილა ამის ცოტი ამი აი შედი დონჭამე შედი ამე ლექსი მინდა მოგახსენოთ ჩვენს ამას არ შევჭამ ვარიანტი არ არის ამას არ შევჭამ მოდი ხარბი ძალიან მოდი ის ამაკარი პირზე რა ის რა ეგ როგდია რა შენა მომისმინე ბრატ ოიხედე ხელები არ მემორჩილება აიგე ავაზე ხარ გადააგდე ჩაკუჩი გადააგდე კაცი რა დგინე ესე იგი ეს პამიდორი ბატონებო ეგ არა კაი პამიდორია ჰოლანდიიდან არის პამიდორი ჰაინიკენის პამიდორებია მიდი ჰაინიკენის პამიდორები ესე იგი ძალიან მოწეს აი გახლი ჩავშუაზე აი პამიდორს შუაზე არ გახლი ჩავ აი გადაგრე ნახე რა პამიდორია მარი
მარილი მოვაყარე, მარილი გიყვარს? მარილი შხამიაო, კაცო. აწევ ჭამო. ჩარტე 9.5 არ გააქვს 9.5 რო ჩართო ეს ხელი მომიაყო მიდი ჩვენი სუფრიდან დუდა ჩვენი სუფრიდან შენ გაიხარემ მიდი მაგარი არაჯანი მიდი პოდელო გოღებილი ოჯა იდეები და ატაში წაგიყვან ატაში აბა კიდე ის მუხუდოს მარცვლები ხო არ გნებავთ ბიჭო შენ გეუბნები მიდი გამასვინდე მუხუდოს მარცვლები ატაში უნდა წაგიყვანო მიდი ბიჭო აღინა პირდაპირ მაქინას შევჭამ Rapzaya, Zimoniya Pascal Ruzo. დიდი მადლობა. ჩვენიერი კერძისთვის. მაშასე ბოლო კონკურსი. ბოლო კონკურსი ტრადიციულად მუსიკალურია. მე ვთხოვ დღევანდელი თამაშის ყველა მონაწილეს შეგვისრულოს სიმღერა, თითო სტროფი ცნობილ საახალწლო მელოდიაზე. ხოლო თუ რაზე იქნება ეს სიმღერა, ამას კვლავ მე და დარბაზში მყოფი მაყურებელი გადავწყვეტ. თუ შეგიძლიათ დაასახელეთ რაიმე უცნაური რამ, რაც შეიძლება თოვლის ბაბუამ მოგვიტანოს ახალ წელს. ოღონდ პირდაპირი ხერხი. დრუჟბა, თვიჟოკი. ბატონო? თან აგვიხსენი რა არის? შემდეგი. Smart. მე მგონი პირველი ვერსია მშვენიერი იყო, პირდაპირი იყო, ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. თხოვთ წამოვდგეთ. აი ასეთ იყო დღევანდელი საახალწლო ცოცხალი შოუ. მე კი სულ ცოტა ხნით გემშვიდობებით და გემშვიდობებით სიმღერით პირდაპირზე, რომელიც თოვლის ბაბუამ მოგვიტანა საჩუქრად. მუშაობდნენ ერთად ცხენი და ვირი შეშაც ბევრი ჰქონდა დაწვი და პირდაპირი ვერავიტან ოჯახში თოვლის ბაბუას პირდაპირს მარის მოვაყრი და ისე ვაჭმევ პირდაპირს არ მეგონა მე რომ მომიტადნენ პირს არ მინდოდა რომ გამეჭრა ეს პირდაპირი რაღაცა ეგეთი ვარიანტი რა სოფლიოში იქნება აუცილებლად მირუმირი იმიტომ რომ კაცობრიობამ მოიგონა პირდაპირი ტყეში ვიყავი მე და ოთარი ჩემ პირდაპირ დგას შუაში გვინდა პირდაპირ ახალ წელს კილოცავთ ვდგევარ დაბყვირი საჩუქრად მოგართვით მე პირდაპირ სიმღერის მოფიქრებას დავხურო პირი დაწავიდე დღეში ავიღო პირდაპირ დილით გამეღვიძა და დავაღე პირი ჩემი ცოლი დგას და მხერხავს პირდაპირით თოვლის პაპა მაჩუკა ერთი დიდი მერხი ამიტომაც ძალიან მიყვარს ჩემი კარგი ხერხი
არ მოგერიდებით ვიქნები პირდაპირი როცა შეშის დახერხვა მოგინდებათ პირდაპირი მოგილოცავთ ამ 2000 წელს მედარი ჩარდგირი და კიდევ პირდაპირი როგორ მინდა მე რომ ეს სიმღერა უბრალოდ გააგრძელო შენ ერთი ხალია ძალიან პირდაპირი ვერ გავიგე მე უდივარ თუ ჩემი პირდაპირი ეკალი მეც ნახე წეღან ასე მითხრა იმის პირდაპირ შენი პირდაპირ ჯობ ახალი წლის ღამეს მე ვარ პირდაპირი მიდი ქალო მოიტანე შენ პირდაპირი კრიტერია შეიძლება? კრიტერი. Პირდაპირ დღეს საღამოს კარზე მომადგა მეკვლე და ხელში ეჭირა პირდაპირ ეკვლე романс исполняет Гоча Тондарашвили новогодний поцелуй словно вверх и словно вниз госпожа прошу подарьте мне хоть один пирог